ჩვენ სიახლოვეს რო ჩერდება და თუ მილიც ხდება თკბილი თუ ეს გზნობა ღმერთმა მოგცა რატომ გვიწეს ამის მალვახიდი მაშინ იბადება ოცანაპირს მიედობა თითქოს ვიღაც უხილავი ერთ ბილიქზე რომ გვატარებს მაშინ რატომ გონია რომ ახსნა უნდა ამ ყველაფერს ზღვას მდინარე რომ იპოვნის სანამ ზღვას არ შეეხება ასე ვიპოვნით ერთმანეთს თითქოს ეს გზა გულში ანასტასია გარსევანიშვილი და რატი გელოვანი ეს ორი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა რომელიც ჩვენ რა თქმა უნდა რანინადან გვახსოვს მაგრამ დღეს მათ აბსოლუტურად სხვა როლი მოირგეს დღეს ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სპექტაკლზე რომელიც მე პირადად ძალიან მახარებს მისი თემის მისი ავტორების გამო გოჩა ძალიან გთხოვ შემოგვიერთდით პატივცემულო ჩვენ გოჩასაც სხვა ამპლუაში ვიცნობთ ჩვენი საყვარელი ხიდი ასე ქვია ხომ ამ სპექტაკლს ხიდი ქვია სპექტაკლს რომელიც ირინა გაჩეჩილაძემ გოჩა ყაჭეიშვილთან ერთად გაკეთა დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ყავს კიდე ადამიანი რომელიც გვერდში ედგა ამ სპექტაკლს თემაა საოცარი მუდმივი ალბათ ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან ბევრი ქვეყნისთვის სამყაროსთვის ეს არის თემა სიყვარულისა, აკრძალული სიყვარულისა, როდესაც ქართველ გოგონას, ქრისტიან გოგონას უყვარდება მუსლიმი ბიჭი, ოჯახში ხდება ჯანყი, რა თქმა უნდა, გოგონას ძმა არის უკმაყოფილო ამ ფაქტით და იდეა რომელიც თქვათ ამოძრავებდა ამ შემთხვევაში ავტორებს ამ სპექტაკლის არის ის რომ ეს კონფლიქტით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასრულდეს. აქ უნდა იყოს შერიგება, აქ უნდა იყოს თანაგრძნობა, აქ სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს აუცილებლად და თუ არ გაიმარჯვებს სიყვარული ტრაგედია არ არის. არა. და იცი რა ძალიან სიმბოლურია, იცი სად იქნება? ეს ერთჯერადად არის ჩაფიქრებული, რაც იმედი მაქვს რომ ასე არ იქნება და არ იქნება ერთჯერად, იმიტომ რომ ეს მართლაც ყველა კუთხეს ჭირდება, ეს მთელ სამყაროს ჭირდება, ამაზე შეხსენებაზე ლაპარაკი რომ ადამიანის ტრაგედია აი არ უნდა მოხდეს მსგავსი თემების გამო დღეს მით უმეტეს ჩვენ გლობალურად ამ პრობლემას ყოველდღიურად ხვდებით და ვხედავთ ამ პრობლემას ყოველდღიურად ეწირება ათასობით ადამიანი ხო და ჩვენც პატარა ჩვენი სიტყვა ხა ირინამ და გოჩამ გადაწყვიტეს ამ არაჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად რომ გააგონოს აჭარაში და სად იქნება იცი ეს სპექტაკლი ხიდზე ხიდზე დიახ დანაც მე მგონი ყველაფერი მოვყევთ ყველა მოვიყვანეთ ეს ხალხი მაგრამ მე რაღაც ჩემი მხატვრული ცე მე ძალიან მინდოდა მსახიობობა და არ გამომივიდა და მხატვრული კითხვით ვარ ხოლმე დაკავებული ესეთ დროს როცა მაძლევთ ამის საშუალებას ირინა გისმენ თან ყველაფერი ზუსტად მოყევი რაზეც არის და რასაც ემსახურება ეს პროექტი
ეს მე ძალიან მიხარია რომ გამოვიდა დაბოლოს პირველი 3 წელი ვმუშაობდი ამ თემაზე და მადლობელი ვარ. თვითონ ასე ვთქვათ, ლიბრეტო ჩენია. ლიბრეტოს ჩემია, დიახ. არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ არ არის ეს ლოკალური პრობლემა, როდესაც თქვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობებს შორის ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთმანეთის მიმღებლობა და სამუდამო. ოდითგან დაწყებული და დღემდე მოსული. ხო. და რა აერთიანებს ადამიანებს სიყვარული და მეგობრობა, ხო? ეს სამე პირად გამოცდილებას ეყრდნობა, ბიოგრაფიულია თუ არა? არ არის ბიოგრაფიული, არანაირად ალბათ დაკვირვებას ემყარება ზოგადად ადამიანების. და ძალიან მიხარია რომ ეს გამოვიდა დაბოლოს გოჩას ეცალა და ეს ჩვენი რაღაცები დაემთხვა ერთმანეთს არ მართლა. თორე შენ მით უმეტეს ცი აჭარიდან ხარ, შენ აჭარაში დაიბადე, გაიზარდე, აღარა ვართ პატარები და ჩვენ ბავშვობაში გვახსოვს ეს პრობლემა ძალიან კარგად. იმედი მაქვს რომ დღეს ესე მწვავე მთლად არ არის და გოჩა იყო თქვათ განსაზღვრული ზუსტად ის რომ შენი თვალით გაქვს ალბათ არაერთხელ ნანახი იმას შენ დათანხმებაში ასე ვთქვა და მუსიკალურად ამაში ჩართვაში თვითონ ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რომ ირინა მოვიდა. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ამას პრედისტორიები აქვს ამ ჩვენ ურთიერთობასაც რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი. ისე დროს გადავეყარეთ ერთმანეთს და ისე დროს გააკეთა ირინამ ჩვენთვის რაღაცა რომ ეს იყო ჩვენი პირველი ესე ვთქვათ ირინასთვის ფილმი და ჩვენთვის აი როგორც აი კლიპი რაღაც ძალიან დიდი ხნის წინ 2001 წელს. ამის შემდეგ სულ რაღაც ეს ძაფი არსებობს ურთიერთ პერიოდ გადაკვეთები ხანსად აი მაგრამ ესეთ რომ თანამშრომლობაზე არასდროს არ ქონია საუბარი რომ რაღაცა ერთად უნდა გავაკეთოთ. ამჟამად ესე მოხდა რომ რაღაცნაირად შევხვდით რაღაც მითხრა ესე მოდი მოგასმენინებ რაღაცებს მოდი აჯერ მოგიყვები მე მოგასმენინებ ყავასთან ხო რაღაცა აივანზე დამჯდარი ესე რაღაცები ერთმანეთს გაუზიარეთ და მივხვდით რომ რაღაცები ემთხვევა ანუ ძალიან ბუნებრივად ხდება ყველაფერი რომ არავინ არ არის ისიდან გამოწვეული ან თავს მოხვეული რაღაც ესე მოდის ყველაფერი აი ჩვეულებრივად და ეგრევე ღებულობ არანაირი წინააღმდეგობისთან ის არ ეკითხები არც პირობებს არაფერს საერთოდ უბრალოდ ეს თან საინტერესოა ერთი რამ მაინტერესებს კიდევ ამასთან ერთად რატომ ერთჯერად ეს აქცია თუ რასთან დაკავშირებით როცა რაღაცა იქნება მხატვრული ნაწარმოები ბუნებრივია მას იქნება ან კონკრეტული აქციის სახით ან იმაზე რომ შეიძლება ვთქვათ რესურსი არ ჩაიდოს მხოლოდ ერთჯერადი აქტით თუ ეს აქტია გასაგებია რომ რაღაცა ხდება და იმ დღეს ვუძღვნით ვთქვათ აი ამ ჩვენს წარმოდგენას და მეორეც აქვე წარმოდგენის რა ფორმაა ეს არის ვთქვათ მუსიკალური ოპუსი რომელიც რაღაცა თეატრალიზებული ელემენტით თუ რა ხდება ბოლოს გიპასუხებთ თეატრალიზებული ცოდნია და ძალიან კონკრეტული კითხვები აქვს მას თქვენთან კი თეატრალიზებულია ღერიან და თამაშობენ ამ თავის პერსონაჟებს თვითონ დეკორაციაც ასე ვთქვათ ნაწილია მოქმედების რომელიც პაზლივით არის შედგება რაღაც ელემენტებისგან და ეპოქა ჩვენი თანამედროვე უფრო სიმბოლურია ხო სიმბოლურია ხო სადღაც არის ესეთი ადამიანების შეხვედრა და რაც შეეხება ერთჯერაც ეხა იქნება ხულოში და მე იმედი მაქვს რომ კიდე იქნება სხვა რეგიონებშიც მინდა რომ ეს აუცილებლად მოხდეს ასევე მინდა რომ თბილისშიც შევასრულოთ სულ სიმღერაა თუ ტექსტიც სულ სიმღერაა ანუ მთლიანად არის მუსიკალური თავიდან და ძალიან მნიშვნელოვანია ქრონომეტრაჟი ეს თვითონ ეს სპექტაკლი სადღაც 25 წუთამდე იქნება მაგრამ ჩვენ მეგვექნება მეორე განყოფილებაც სადაც ჩვენი არაჩვეულებრივი მომღერლები შეასრულებენ რაღაც თავის სიმღერებს და გოჩა დუეტებია თუ სოლო სიმღერებია თუ რეჩიტატივებია თუ როგორი ფორმის რეჩიტატივი თითქმის არ არის ფაქტიურად უფრო აი სიმღერით მოწოდებული ტექსტებია
ძალიან ბევრი იმუშავეს. ეხლა რა მაინტერესებს გოჩა, აი ვთქვათ იგივე ის რელიგიური განსხვავება, რომელიც არის მუსიკალურად თუ გაქვს აღბეჭდილი, ანუ ჰარმონიაში, თუ არის ქრისტიანს და მუსულმანს, თუ არიცი რა ხდება, ლიბრეტო განარჩევ თუ არა, რომ რაღაცა სხვა რამე ხდება. გეტყვით ხო, მე არ მინდოდა რომ აი ძალიან ხაზგასმული ყოფილიყო რაღაცები, აი იმდენად ფაქიზათაა მოტანილი აქ ყველაფერი, რომ აი იმ ინტონაციის შემოტანა უცებდა ხაზგასმად ცოტა გააბანალურებდა მე გონია რაღაცებს და არის მინიშნები და გაბრაზებული ძმა არა უშავს იქ შესაბამისი თემა შესაბამისი არის რაღაც მინიშნებები ისეთი რომ აი სად ხდება ამას ქართველი იგრძნობს ხანგრძლივობა რამდენია ქრონომეტრში 25 წუთამდეა მე მგონი 23 და სულ 3 პერსონაჟია 3 პერსონაჟია ძმა სასიძო და შეყვარებული ძმა შეყვარებული ხო კი აი ხა ჩვენ მოგასმენინებთ კიდე ძმის და დის დუეტსაც პატარა ისინია ფაქტი ეპიზოდებია რომელსაც ყველას თავისი რაღაც კონკრეტული მუსიკალური ხო მუსიკა აქვს მნიშვნელოვანია მიმღებლობით მთავრდება ხიდზე იქნებაო და ხიდზე იქნება მოწყობილი დასადგომის სცენა როგორ აი ხიდი არის სცენა პასლივით არის ეს ხიდი რომელიც შეიძლება და ხულოს თეატრში იქნება სპექტაკლი წარმოდგენილი გასაგებია თორემ მოცემ ნატურაში წარმოვიდგინე მეც ნატურაში წარმოვიდგინე ძალიან დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის სიამოვნებით მოვისმენთ მე მინდა გითხრათ რომ ეს უფასოდ არის საჩუქრად და მე იმედი მაქვს რომ სხვებიცთვისაც მაგალითი იქნება რომ წაუღონ საჩუქარი და ძალიან დიდი მადლობა შემოქმედებით საქართველოს და კულტურის სამინისტროს ცოტა ხნის წინ შემოქმედებით საქართველოს რაღაცა უცებ ციგნებსაც ვჩუქნით ბავშვებს ქართულ ციგნებს და აგერ შორენა ყავდა ჩავერდაშვილი და ისიც ჩართული ამ ამბავში ნუ აი დღეს წელი დღე ვართ შემოქმედებით საქართველოს დღეს ერთმანეთთან ძალიან მიხარია მნიშვნელოვანია ციგნიც მნიშვნელოვანია უფასო სპექტაკლიც მნიშვნელოვანია სულ იმაზე ლაპარაკი რომ თავარი მაინც ამ ქვეყანას არის სიყვარული. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა გოჩა მიბრძანდით მადლობა. უღრმესი და ჩვენ ახლა სიამოვნებით. ესე იგი როდის გაიმართება ესე 12 ივნის 5 საათზე ხულოს დრამატული თეატრის შენობაში გაიმართება უფასოდ თავისუფალი დასწრებით მართლა ძალიან ორიგინალური და საინტერესო წარმოდგენა მუსიკალური წარმოდგენა სახელწოდებით ხიდი რომელიც მოგვითხრობს განსხვავებული რელიგიის მქონე წვილის სიყვარულზე და მის ძმაზე, რომელიც თვად ამ სიყვარულს არ მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ ირინა და გოჩა ისე იზამენ რომ სიყვარული გაიგო. გისმენთ, დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. მადლობა. ჩემი და როგორც მთის ყვავილი იდუმალი ნათელი და ერთადერთი მაგრამ თუ გული თუ ყვავს გაუშვებს სადაც ბედი უხმობს და ძმა ვართ როგორც ორი ნაპირი მე კი ხიძე ვარ შუაში ნათელი თუ გზნობამ გადაეფარება ნისლში მე გავხდები გზის მაჩვენებელი სხივი ჩემი და როგორც მთის ყვავილი იდუმალი ნათელი ერთადერთი მაგრამ თუ გული თუ ყვავს გაუშვებს სადაც ბედი უხმობს